მედია გარემო არის ძალიან რთული. Online გამოცემები, რომლებიც წლების განმავლობაში დამოკიდებულნი იყვნენ საგრანტო პროექტებზე და პროგრამებზე, მათ ძალიან დიდი ცოდნა გამოცდილება შეიძინეს და ვინც გადარჩა მაგალითად დღეს აი ამ ფინანსური რესურსის შეწყვეტის შემდეგ, მათ მაინც მოახერხეს გაგრძელება, მათ შორის იმ 22 მედიასთან, რომელიც გაერთიანებულები ვართ, მათ შორის ქართლის ამბებმაც და პირველ რიგში რატომაც გადავრჩით ეს არის ის გამოცდილება და ის ასე ვთქვათ ნასწავლი მიღებული ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა დახმარების წყალობით, რომელსაც საგრანტო პროგრამების ფარგლებში იღებდნენ ჩვენი ჟურნალისტები, სწორედ აი ამის წყალობით დღემდე აგრძელებენ მუშაობას, იმიტომ რომ ადამიანს გამოცდილებას და ცოდნას ვერ წაართმევ. როცა ადამიანმა იცის როგორ უნდა იმოქმედოს კონკრეტულ შემთხვევაში და გადავალ ახლა ზუსტად იმ ამბავზე, რაც მაგალითად რა მნიშვნელობა ჰქონდა ჟურნალისტის ყოფნას კომბინატის დასახლებაში მოხდა, აი ამ ამბავს მხოლოდ ჟურნალისტი თუ გადაიღებდა, იქ რაც მოხდა. მხოლოდ ჟურნალისტ შეიძლება ყოფილიყო ვინმე მოქალაქე, გაბედული მოქალაქე და ეს გადაიღო, მაგრამ დიდი ალბათობით იქ ყოფილიყო იმ ამბავს რო შესწრებოდა მოქალაქე, შეიძლება ის კადრები არ ყოფილიყო გადაღებული. აი ამ ჟურნალისტებს, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და ცოდნაც აქვთ, როგორ უნდა მოიქცნენ ესეთ სიტუაციაში, მათი მოწოდება სწორედ ამაზეა, რომ ესეთი შემთხვევები დააფიქსირონ და შემდეგ უკვე რაც მოხდა, როგორი რეაგირება მოხდა, სწორედ აი ამ ჟურნალისტების დამსახურებაა. მედია გარემო არის ძალიან რთული, გითხარით, იმიტომ რომ ვინც გადაიღო ეს კადრები, ის ჟურნალისტები თავიანთი ცხოვრების დღეს დიდ ნაწილს აღარ ატარებენ მედიაში. სხვა მიმართულებით შეძლეს გარკვეული შემოსავლის მიღება, თუმცა მაინც აგრძელებენ მუშაობას. სწორედ იმის წყალობით, იმ კანონების წყალობით, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს. ისინი სრული დატვირთვით მუშაობდნენ, ჰქონდეთ ისევ ის ასე ვთქვათ სრული ანაზღაურება დაუშვათ, რასაც მედიაში იღებდნენ, შესაძლოა უფრო მეტი მასალები გამოევლინონ და უფრო მეტი ყურადღება მიექციათ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ასევე რესურსები ჰქონდეს იმისათვის, რომ იმუშაონ ამაზე. ანუ რაღაცა ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ ჰქონდეს რესურსები, საარსებო საშუალება ჰქონდეს და ამაზე იფიქრო. მაგალითად, ქართლის ამბები დღეს შეიძლება ფიქრობს იმაზეც, რომ მაგალითად ესეთი ამბავიც გააშუქოს, გამოავლინოს დარღვევები და ადამიანის უფლებების კუთხით, ასე ვთქვათ, ყურადღება მიაქციოს რა მდგომარეობა, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როგორ მიიღოს შემოსავლები, ხო? მაგალითად, სკოლებთან, მაგალითად, რაღაც მცირე მეწარმეებთან შეძლოს გარკვეული სარეკლამო მასალების მომზადება და იქიდან გარკვეული მცირე, მაგრამ გარკვეული სახის შემოსავალი, რომელიც დაგეხმარება უბრალოდ ფუნქციონირებაში. ეხლა ეს ორი როგორ უნდა დააბალანსო, ამაში ხარჯება გარკვეული დრო, მაგრამ როცა გექნება იმის სრული რესურსი, რომ უფრო მეტად მიაქციო ყურადღება, უფრო მეტად შენი პროფესიული მოვალეობა შეასრულო, რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის.